გამარჯობა მეგობრებო, დღეს მე ვარ მოსული ლისის ტბაზე. ვარ გამოსული ჩემს ახალ კომპლექტით ფლაგმან ოპტიმუმი, ესეთი 0.8 გრამიანი. კოჭა კაი და ლეგენდა 2000-იანი. ვნახოთ რა გამოგვივა. ძალიან კარგად ამუშავებს წნულს ეს კოჭა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპინინგისთვის. როგორც სილიკონი, როგორც სატყუარა მიყენია ესეთი სილიკონის სატყუარა, სახელად ტანტა და 5 გრამიანი სიმძიმე. საკმაოდ დიდი მანძილი დავფარე. ეხლა დავაყენე კიბორჩხალის ფორმის სილიკონის სატყუარა. ესეთი სილიკონის სატყუარა დავაყენე. ესეთი სილიკონის სატყუარა ოფსეტურ კაუჭზე. სიმძიმე დავუყენე 5 გრამიანი. სხვადასხვა გატარებებს ვცდილობ, პაუზებით, ტვიჩინგი, გრძელი პაუზები, მოკლე პაუზები. შევცვალოთ ეხლა სატყუარა, ნახოთ რეები გვაქვს. ეხლა შევიცვალე ადგილმდებარეობა, ესეთ პატარა პირზე დავდექი. მიყენია ესეთი ტვისტერი, მიყენია ორ ფერში და 5 გრამიანი სიმძიმე. დავფარე საკმაოდ შორი მანძილი. ეხლა დავიწყოთ გატარება. ეხლა დავაყენე ესეთი ვიბროკუდი სუპერკონტინენტის, ეს თორ ფერში არის. ჩავაგდებ. და ნელი პაუზებით გავატაროთ.
დღეს თევზი საკმაოდ პასიურია. ვიფიქრეთ ვიღაცამ რაღაცა ხო არ მოიმოქმედა და ეგ არის თევზი. კი. ასეთი ქორჭილა დავიჭირე. ასეთ სილიკონის სატყუარაზე 5 გრამიანი. აუცილებლად გავუშვათ. აგერ აუცილებლად გავუშვით. კარგია. დღეს ეს თევზობა მე უშედეგოდ არ დამიმთავრებია. ძალიან გახარებული ვარ იმაზე, რომ ერთი ქორჭილა მაინც დავიჭირე, წელს ახალ ანკეზე, ახალ კომპლექტზე, ახალ სილიკონებზე, პირველი თევზი წელს. ძალიან გახარებული ვარ. ლისის ტბაზე დღეს საკმაოდ პასიური იყო თევზი, მაგრამ მაინც დავიჭირე ერთი ცალი. მადლობა ყურადღებისთვის, მეგობრებო, მადლობა რომ უყურებთ ჩემ ვიდეოებს და ნახვამდის.